დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს რამდენიმე წუთში 25 დარბაზში და აი ახლა ხედავთ რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შედიან უკვე დარბაზში ემზადებიან საიმისოთ რომ დაესწრონ განხილვა სასტიკი ანგარიშწორების მსხვერპლი დავით გოგილაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობას ედავებიან და რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება მას. მე მაყურებელს შევახსენებ ვინ არის დავით გოგილაშვილი. ეს არის მოქალაქე, რომელიც აქციაზე არ ყოფილა, რომელიც ფუნთუშების საყიდლად იყო სახლიდან გამოსული, თუმცა 2 კვირის წინ ის აერიათ აქციის მონაწილეებში და მაშინ როდესაც სასტიკი ანგარიშწორება დაიწყო და დარბევა, მასაც გაუსწორდნენ. მისი კადრები დაკავების გადაიღო ტევ პირველმა და ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავდა როგორ უსწორდებოდნენ ადამიანს, რომელიც აქციის მონაწილე არ ყოფილა და შესაბამისად წინააღმდეგობასაც ვერავის გაუწევდა. მე გეტყვით იმ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა არიან მოსული საქალაქო სასამართლოში, ევროკავშირის, ესტონეთის, ბრიტანეთის, დანიის, ნიდერლანდების და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები მოვიდნენ დღეს საქალაქო სასამართლოში. რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება სასამართლო პროცესი და დიპლომატიური კორპუსი საკუთარი თვალით ნახავს იმ პოლიტიკურ დევნას, რომელსაც რიგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებს ივანიშვილის რეჟიმი უწყობს. 30 ნოემბერს ჩემი დაკავება მოხდა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინკას ქუჩაზე, სადაც მე წინააღმდეგობა და არაფერი არ გამიწევდა, სრულიად უსამართლოდ დამაკავეს და არც ვიცი იდეაში რა მოხდა. უსამართლოდ დაკავებულს კიდევ უსამართლოდ მომაყენეს ისეთ დაზიანებები, რომ ჩემი ავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. მივიღე ტვინის შერყევა, ცხვირი გამიტეხეს და რა ვიცი, ყველაფერი უსამართლო და სამართლო დამცავება ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამართალი დაერღვია. იზოლატორში ექიმი არ მიმიღო, 9 საათი მალოდინეს იმისთვის, რომ იზოლატორში შევეყვანე, მანდაც ჩემი უფლებები დაირღვა და 9 საათის შემდეგ ექიმმა რომ ნახა, შანსი არა, ამას საავადმყოფოში უნდა გაუშვათ. მე დავებიან 173 მოხს პოლიციელის დაუმორჩილებას. ეს უკვე წამება იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მარტო ფიზიკური შეურაცხყოფა არ იყო, წამება იყო, დაშინება იყო და ცდილობდნენ შეეშინებინათ იმისთვის, რომ მეორედ მე აღარ გამებედა, რომ ჩამოსულიყავი აქციაზე და რა ვიცი, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლა. არის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ, მასზე ფიზიკური ანგარიშწორება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და ცხადია ის საქმეები, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში, არ რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღების მიღმა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სხვათა შორის ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე არის ნინო ენუქიძე, რომელმაც ახლა დავით გოგილაშვილის საქმე უნდა განიხილოს. დიპლომატიური კორპუსი კი უკვე სასამართლო დარბაზშია და საკუთარი თვალით ნახავს და მოისმენს იმ აბსურდს, რომელიც ყოველდღიურად უკვე მესამე კვირაა საქართველოს სასამართლოში ხდება.